რეჟისორი აჰმედ ქათიქსიძე. შავი ფული და სიყვარული. ელიფ. რასაც გიტყვი იმას გააკეთებ, გასაგებია. ელიფ, გესმის? გააგდე. უთხარი აღარ მიყვარხარ, გშორდებითქო. მიდი. ელიფ. კარი გააღე. უთხარი. ომერ, წადი აქედან. ელიფ, რა ხდება? ერთი შეცდომაც და ტვინს გაგას მევინებ. უპასუხე. ომერ, შენთან ლაპარაკი არ მინდა. ტელეფონი დატოვე და წადი. კარგი, დამშვიდდე. ჩამოდი ვილაპარაკოთ, კარგი? უთხარი რომ წავიდეს, დროზე. სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ომერ. გუშინაც გითხარი არ მიყვარხარ. არც არასდროს მყარები ხარ. წადი. ყველაფერი დამთავრდა. წადი. გასაგებია? კარგი, ელიფ. მივდივარ. არ უნდა მოვსულიყავე. აღარ შეგაწუხებ. თავს გაუფრთხილდი, ელიფ. გაჩუმდი. ასე ნუ განიცდი, ელიფ. ეგ შენი ღირსი არ არის. არ შეგეხვეწა. უთხარი თუ არა მაშინ ვეწავიდა. მე შენზე ვზრუნავ. თითქმის ნათესავები ვართ. ერთმანეთს რომში შევხვდებით. ნახვამდის. გაეთრიე. ჯანდაბა. გააღელებ, მე ვარ. ომერ. კარგი, დამშვიდდე. სახლში შემომეჭრა. სახლშიც აღარ მასვენებს. კარგი, დაწყნარდე. დამშვიდდე, ელიფ. ელიფ, ნუ გეშინია. მე აქ ვარ, გესმის? შენ გვერდით ვარ. გამოჯანმრთელებას გისურვებთ. ჩემი ფინარისგან რა უნდათ, ექიმო? არ მესმის.
მეხსიერების დაკარგვის გამო პოლიციას ჩვენება ვერ მისცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა. დიახ, დარწმუნებული ვარ პოლიცია ყველაფერს გამოიძიებს. ეჭვიც არ მეპარება. თუ გამოკვლევა დასრულდა, ჩემს საცოლეს სახლში წავიყვან. გაწამდა საბრალო. აჯობებს თავის საწოლში დაისვენოს. კარგი, წაიყვანეთ, ოღონდ გამუდმებულ კონტროლზე უნდა იყოს. მართალია ბავშვი გადარჩა, მაგრამ სიფრთხილე გმართებს. ბავშვი? რომელი ბავშვი? არ იცოდით? თქვენი საცოლე ფეხმძიმედაა. ახლა რა ვქნა? დამშვიდდე, მოგეშინია. როგორ დამშვიდდე, ომერ? ნაცვას გავაძლიერებ. ფირმის უსაფრთხოებაზეც ვიზრუნებ. აღარ მენდობი? ხოლო ჩენი იმედი მაქვს. არ დანებდე. ღრმა და მოისუნთქე. მეთინს მშვენივრად გაუმკლავდი. ოპერაცია გრძელდება. თავის დაცვას გასწავლ. გასაქანს არ მივცემთ. გაჩენის დღეს ვაწყევლინებთ. ვაჩვენებთ სინიორინას შეწუხება როგორ უნდა. ხელებს დავიბან. რომში წასვლას გაიძულებს? ბილეთი მომიტანა. მშვენიერია. ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება. როგორ შევთანხმდით? მაგრამ ელიფ, ხომ მოვილაპარაკეთ? არ უნდა შეგეშინდეს. თუ შეშინდები, დაუმარცხდებით. ომერ, დედამისის გამო ბავშვი დაკარგა. მერე გამწარებულ გულზე დედა მოკლა. ეს მეორე ტრავმაა. ქმარმა ციხეში თავი მოიკლა. ესეც მესამე. ასლის ადგილას მივხვდებოდი, რომ სიცოცხლეს აზრი არ აქვს და თავს მოვიკლავდი. რა სიტყვე? გინდა შენს დას გითხოთ თვითონ რას ფიქრობს? არაფერი. წამოდი ყავადავლიოთ. დაგამშვიდებს. წამოდი ელიფ. როგორც იქნა დაიძინა. როგორ გაფუჭდა ვერ გავიგე. მან და რა კაბელი შეამოწმე. კაბელი? მართლაც კაბელი ყოფილა. ჩემმა ლამაზმა ცოლმა ეს ყველაფერი საიდან იცის? სულ მე ვაკეთებ. შენ ძირითადად არ ხარ. დამხმარე კი არავინ მყავს. ყველაფერს მე და ჩემი შვილი ვაკეთებთ ხოლმე. მარტოობა შევეჩვიეთ. ამას რატომ მეუბნები? გგონია თქვენთან ყოფნა არ მინდა? არა. არ გადანაშაულებ. ცოლ-შვილი გყავს. თქვენს მყავ ხართ. არც მარტო ხართ. ცოტაც მოითმინე. სულ ცოტაც. ყველაფერს მოვაგვარე. პირდები. ბავშვებს და შენ წაგიყვანთ და ცხოვრებას თავიდან დავიწყებ. აღარ დავშორდებით.
ერთმანეთს შევაბერდებით. ბავშვების გამოსაშვებს საღამოზე წავალთ. მათ ქორწილს დავესწრებით. ბავშვი კიდევ გინდა? არა. სამი ბავშვი ისედაც მყავს. დემეც და ჰასანს წამოვიყვან. სულ ერთად ვიქნებით. ბავშვები მამასთან უნდა იზრდებოდნენ. ცოტაც მოითმინა. უკეთ ხარ? ო. დარწმუნებული ხარ? ელიფ. მეთინი მხოლოდ ბილეთის მოსატანად არ მოსულა. რატომ მოვიდა? შენთვის ამის თქმა ძალიან მეჭირს. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ელიფ. არ მისმის რატომ გიჭირს? იმიტომ რომ შენ კეთილშობილ პატიოსან ოჯახში გაიზარდე. ჩემს ავითარეული და გაუბედურებული ცხოვრება არ გქონია. რაც დრო გადის უფრო და უფრო ვიძირები. ვეღარავინ მიშველის. აშკარად რაღაც მოხდა. მითხარი. როგორ მიხვდი კომისარო? რადგან თვალს გარიდებ? სინიორინა, ძალიანაც რომ გინდოდეს თვალს ვეღარ ამარიდებ. ერთმანეთს თვალს ვეღარ ავარიდებთ, ელიფ. შენს თვალებში ღრუბელი ჩამოწვა. ამას ხედავ. რაღაც გაწუხებს. მითხარი. წამოდი. ვიდეო ჩანაწერი საიდან აქვს? თაიარბეიმ კამერები ხომ გამოართვევინა? ძია თაიარმა მითხრა ვიღაცამ ჩანაწერები მოიპარაო. ხედავ მეთინი რამდენს ბედავს. მის თავხედობა საზღვარი არ აქვს. ასლი ჭკუიდან შეიშლება. ეს ჩანაწერი რომ ნახოს, ვერც დავარწმუნებ რომ უბედური შემთხვევა იყო. ელიფ დამშვიდდე. როგორ დამშვიდდე? როგორ? თითქოს რაც მოხდა საკმარისი არ იყო. ახლა კიდევ ეს. ასლი ამას ვერ გადაიტანს. ასლიმ თვითმკვლელობა ერთხელ უკვე სცადა. თავს არ იცოცხლებს. მოიცადე და ვფიქრდეთ. მეთინ შენს დასთან მიახლოვების საშუალებას არ ვივცემთ. შენს დას დავიცავთ. მეთინი ვერ გაეკარება. ნილუფერი? ხომ თქვი სანდო ხელშიაო? იქ დაცული იქნება. ნილუფერი სადაც უნდა გადავმალო, დაცული მაინც არ იქნება. რას გულისხმობ? ნილუფერს მეთინი შეუყვარდა. რა? იმ კაცმა გაგიტაცათ. რა აღარ ჩაიდინა? ჩემი და ნამდვილი სულელია. იმდენად სულელი, რომ კარგს და ცუც ერთმანეთისგან ვერ არჩევს. ომერ, ნახე რა დღეში ვართ. ვიღაც ნაძირალა მე და ჩემს და სიცოცხლე გაგვიმწარა.
ელიფ ტირილით ვერაფერს შეცვლე ნუ ტირი დამშვიდდე მე შენთან ვარ ყველაფერს მოვაგვარებ სემიც დაგვეხმარება ელიფ მარტო არ ხარ მარტო ვარ ჯერ მამა ჩემის სიკვდილმა გამანადგურა მერე დედა ჩემის სიკვდილმა აღარავინ დამრჩა თუმცა სხვა გზა არ მაქვს უნდა გავუძლო შევეცდები ფეხზე მყარად დავდგე პრობლემებს გავუმკლავდე და ჩემს დებზე ვიზრუნო ვიცი რომ ძალიან ძლიერი ხარ ვიცი თუ ასია ის დამნაშავეები დაიჭირე და ერთხელ და სამუდამოდ მომაშორე მათ გვერდით მე ვერ ვიცხოვრებ სევიმ გისმენ აქ რაღაც მედო რა რა მნიშვნელობა აქვს სად დადე ხელი არ მიხლია სევიმ დალაგების დროს იპოვე რა სად დადე მიპასუხე მე არ მინახავს სევიმ არ გაგიბრაზდები სად შეინახე უსინ გთხოვ მართლა არ მინახავს დღეს რას აკეთებდი სახლიდან გახვედით პარკში ვიყავით მერე ბურხანის მეგობართან რომელზე დაბრუნდით არ ვიცი სადღაც 5-ისთვის 6-9-ისთვის უსინ რა მოხდა რა დაკარგე ჩვენი მომავალე დაძექე თაიარ რას აპირებ ჯერ კარგად უნდა გახდე თაიარ რაც ვიცოდი გიამბე ჩემსა და თანერს შორის ვიცი სამწუხაროდ სხვა პრობლემა გვაქვს ბავშვი არ იცოდი არა ფეხმძიმედ ხარ ფინარო მამა ვინ არის უცნობია სავარაუდოდ ან ჩემია ან იმ ნაძირალათან ერის ბავშვი ვისია ფინარო ვისია მეთქი ახლავე მითხარი ხმა მოიღე მითხარი მეთქი ახლა ამის დრო არ არის გაგიმართლა ცოტა ხანს კიდევ ვიცოცხლება საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ შენს მოკლას და ხრამში გადაგდებას ვაპირებდი მაგრამ ბავშვმა ხელი შემიშალა ეცე რა მოვიფიქრა ახალ პირობებზე უნდა შევთანხმდეთ ძვირფასო ბავშვზე კარგად იზრუნებ 9 თვე მუცლით ატარებ გააჩენ ზუძუს აწოვებ ძალიან გიყვარება შეეჩვევი მერე კი დნმ-ის ანალიზს ავიღებთ თუ ბავშვი ჩემია პრობლემა არ არის ცხოვრებას ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მაგრამ თუ ბავშვთან ერისაა ყველაფერი შეიცვლება
ბავშვს საკუთარი ხელით მოგაკვლევინებ. სიცოცხლეს გაგიმწარებ. თავბეც გაწყევლინებ გესმის? მოგწონს შეთანხმება. ხმა მოიღე. ხომ სამართლიანია. კარგი. ახლა დაისვენე. გადაღლა და უძილობა არ შეიძლება. ბავშვი დაზარალდება. მომართლა. იახტაზე რომ იროჯებოდი ვერ გაიგებდი. ვიზიერებ. თანერი გარდაიცვალა. სიმამრის მკვლელობა ვერ გადაიტანა. სინდისის კენჯნას ვეღარ გაუძლო. და თავი ჩამოიხრჩო. ალლაჰმა მიუტევოს. ძალიან დავიღალე. გრძელი ღამეა. შენც დაგღალე. ალბათ შენიანები ღელავენ. არა უშავს. ხშირად ვიგვიანებ ხოლმე. გმადლობ. რისთვის? გაგაცილებ. ელიფ. აქ დავრჩები. თორემ ვერ მოვისვენებ. არა. ნუ გეშინია, ფრთხილად ვიქნები. კარს ჩავკეტავ, სიგნალიზაციას ჩავრთავ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, თორემ დავმარცხდებით. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, გასაგებია? ხომ ხედავ რა მშვიდად ვარ. რადგან მარტო დარჩენა გინდა კარგი. მაგრამ მეთინი რომ დაბრუნდეს, ისევ რომ მოვიდეს რასაპირებ. შენი აქ ყოფნა უფრო სახიფათო არ არის? ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე ერთად არ უნდა გნახონ. ხომ ასია კომისარო? ოჩახ სინიორინა, ოჩახ. შენს როლს მშვენივრად ასრულებ. მეთინის შემოტევასაც კარგად გაართვი თავი. მე აქ დავრჩები. თუ დაბრუნდება ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. კარგი. თუ ძალიან გინდა დარჩი. მოხერხებული სავარძელია. ამას არ დაგივიწყებ. ამე მშვიდობის. ალო. მე ვარ ჰუსეინი. სასწრაფოდ უნდა შევხვდეთ. კარგი, იმავე ადგილას. ნაძირალა.
12 მარტი 2014 წელი მკვლელობის ღამე. ალო. ყველაფერი მოვაგვარე. რა არის მშვენიერი? იმ გოგოს იქ რა უნდოდა? ჩემი ძმის საცოლე სიბელს. ჰო, იქ იყო. იძულებული გავხდი მომეკლა. სიბელს იქ რა უნდოდა? ალმასები არ არის, მთელი მანქანა გადავატრიალე. ან იქ რას ვიპოვიდე? კარგი, დილით შევხვდებით. ჯანდაბა. ალლაჰმა დასწევლოს. ჯანდაბა. მარტი 2014 წელი მკვლელობის ღამე. რა მოხდა არდა? არა, ახლა არ მცალია. ვერ მოვალ. გასაგებია მესმის. როგორმე მოახერხე და ომერი ამ საქმეს არ გააკარო. განსაკუთრებული შემთხვევა არ მინდა გული ეთკინოს. კარგი, საქმეს მოგჩები თუ არა წამოვალ. კარგი, გათიშე, მალე დაგირეკავ. Hussein. გეგმა არ გაამართლა? სიბელს იქ რა უნდოდა? ალბათ ესე წერა. ჩემი ძმის საცოლის მოსაკლავად განზრახ გამიშვია რა? დამშვიდდე. გონს მოდი. საიდან უნდა მცოდნოდა რომ სიბელი შენი სარძლო იყო? ალბათ არ გესმის რა უბედურებაში გავერიეთ. ცნობილი ბიზნესმენის საყვარელთან ერთად მანქანაში მოკლული იპოვეს. მტკიცებულებები განადგურებულია. სულ ეს არის. მართლა? ჩემს ძმაზე არ ფიქრობ? ომერი აქ არის. ეკიპაჟთან ერთად შემთხვევის ადგილისკენ მიდის. მერე რა? როგორ ფიქრობ, ვიდრე საცოლის მკვლელს არ იპოვის, მოისვენებს? საქმეს გაუხსნელს დატოვებს? ომერს არ იცნობ. საუკეთესო პოლიციელია. ამ მკვლელობას გამოიძიებს. დავიღუპებით. შენ საუკეთესო პოლიციელი ხარ, ჰუსეინ. მოაგვარებ. მოაგვარებ. აუცილებლად შეძლებ. 6 წელია შენი საყვარლის დანაშაულს მალავ. ამასაც დამალავ. დღემდე არავინ იცის, რომ სვეტლანა მკვლელია. ერთს ამას გაიგებენ. საყვარელს ხომ დაეხმარა? ახლა საკუთარ თავს დაეხმარებე.
ზოგჯერ ჩვენს თავზეც უნდა ვიფიქროთ. ეს არც ისე იოლია თაიარ ეფენდი, არც ისე ადვილია. ადვილი. შენ ვერ გაჯობებს. ჯერ ახალგაზრდაა. საქმეს ჩამოაშორებდა როგორც მოგესურვება, ისე შეკერავ. სიმართლეს ვერავინ გაიგებს, ჰუსეინ. მოახერხება მას. ჭკვიანი კაცი ხარ. საკუთარი თავის ნდობას ნუ დაკარგავ, ჰუსეინ. სიბნელეში რატომ დგახარ, ჰუსეინ? ასე უფროსობა ადვილის საქმე არ არის. ხელფეით და პრობლემები უნდა მოაგვარო და სიბნელე სინათლე დაქციო. 5 წუთი მაქვს. მითხარი რა გინდა, თორემ არ მცალია, უნდა წავიდე. ნოღელა ვარ დაგაყოვნებ. ჩემი ალმასები სადაა? გონი რაღაც გაუგებრობაა, ჰუსეინ. ის ალმასები შენი კი არა, ჩემია. არა. დედა. ასლი. არ გინდა. არ წახვიდე, ომერ. დამშვიდდე. კოშმარი დაგესიზმრა. ეს საშინელება როდის დასრულდება? დასრულდება, ელებ, დასრულდება. დაწექი. ასეა, ჰუსეინ ეფენდი. უფროს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. ხელქვეითების ქმედებებს წინასწარ უნდა ხედავდე და ერთი ნაბიჯით უსწრებდე. თორემ მოტყუვდები და ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი გიღალატებს. თუ გამარჯვება გინდა, ძლიერი უნდა იყო, ჭკვიანი და პრინციპული. ახლა კი, რადგან გაიგე უფროსი ვინ არის, ვალი ალმასებით უნდა გაისტუმრო. 6 წელია ყურმოჭრილი მონასავით გემსახურები. 6 წელია თაიარ ეფენდი. ეს არის გმარი და ჩემი ძმის საცოლე მომაკვლებინე. შენი ვალი დიდი ხანია გადახდილი მაქვს. ის ალმასები მე მეკუთვნის, გასაგებია? მე მეკუთვნის. დღემდე მოგებული თითოეული ქურუშიდან წილი მეც მეკუთვნის. ალმასები დამიბრუნე და გავსწორდებით.
ის ფული სად არის წლების განმავლობაში რომ გიხდით ჰუსეინ ეფენდე? გოგონია სამოწყალოდ მოგდებული ქურუშებით მომიშორებ თავიდან. უამრავი ფული გაშოვნინე. შენ გამო პროფესია, ღირსება და ოჯახი საფრთხის ქვეშ დავაყენე. ძმას უღალატე. ჩემი ვალი რომ გაისტუმრო. ეგ ალმასებიც არ გეყოფა. დამშვიდდი ჰუსეინ, დამშვიდდი. გავარკვიე რომ შენი სვეტლანას საქმე ჯერ ხანდაზმულად არ ითვლება. საინტერესო პროცესი იქნება. წარმატებული კომისარი რუსი ტურისტის დანაშაულს ხელს აფარებს. პრესის ფურცლები აჭრელდება. შენ კი ციხეში მოხვდები. კარგი. ოღონდ ციხეში შენს გაგიყოლებ. საუკეთესო მეგობრის გარეშე როგორ უნდა გავცლო? გოგონია ამდენი ხანი გულხელდაკრეფილი ვიჯექით აიარო. მომავალი მეც დავიზღვიე. იმდენი მასალა მაქვს შენზე. 1 საათში გაგანადგურებ. 1 საათში თაიარ ეფენდე. ბოლო მკვლელობა გახსოვს? საბუთების განადგურება რომ თხოვე. შევინახე. მაგრამ საიმედო ადგილას. საბრალო ადამიანებს რომ ორგანოებს აცლიდა გავიწყდა? ეს ჩანაწერებიც მაქვს. ორგანოებთან დაკავშირებით თათბირებს რომ მართალ ისიც მაქვს თაიარ ეფენდე. საავადმყოფოს დაცვის სისტემა ძალიან სუსტია. დაუყოვნებლივ უნდა განაახლო. და კიდევ ის ფონდიც არ დაგავიწყდეს ვითომ ღარიბი გოგონების განათლებაზე რომ ზრუნავდა მოტყუებით კურიერობას აიძულებს სიბელივით. ეს რა არის? კიდევ უამრავი დანაშაული გაქვს ჩადენილი თაიარ. უამრავი. თუ რამეს დამიშავებ, იცოდე, რომ მათ წუთში მთელი მასალა პროკურატურის ხელში აღმოჩნდება. როგორ მოგწონს? აი ასე თაიარ დუნდარ. თავი უფროსი გგონია, მაგრამ მე ვერ მაჯობებ. ახლა გემითხარი ალმასები სად არის? ყველა კუთვნილს მიიღებს და საქმე დაიხურება. გასაგებია? ჰუსეინ, იცი რა? იმ ღამეს ვიცოდი რომ ალმასები შენ გქონდა. რამდენჯერ შეუცვალე ადგილი. ჩუმად როგორი ალერსებოდი. რამდენჯერ შეამოწმე ისე ვიქ იყო თუ არა. რომ დომებოდა აქამდე წაგართმევდე. მაგრამ ეს არ გავაკეთე. და იცი რატომ? ვიცოდი რომ შენთან უსაფრთხოდ იყო და თვალისჩინივით უფრთხილდებოდე. ალმასები სად არის თაიარ? სადაც პირველად დადე. ჰუსეინ, გული მიგრძნობს რომ კიდევ შევხვდებით. იმ ალმასებს ვერავის მიხედე. დამეჯერე ჰუსეინ. ერთხელ სადედა გინაღამ გამოგააშკარავეს ომერის წყალობით. თუ კიდევ შეეცდები, იგივე მოხდება. აჯობებს მე მომიტანო. მე ვიყიდე. თითო სიკეთისთვის თითო ალმასი. რა სიტყვი? დღეს ძალიან ხელგაშლილი ვარ, ჰუსეინ.
სიბილს იქ რა უნდოდა? ჩემი ძმის საცოლის მოსაკლავად განზრახ გამგზავნე? ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია მაესტროს მიერ. ახმოვანებდნენ მსახიობები: მაია ფაჩუაშვილი და დავით